ბიძინა ივანიშვილის საბჭოთა კავშირის რეცეპტით მომზადებული რუსული პროექტია სწორედ ასე აფასებს ქართული ოცნების ლიდერს მასზე დაწერილ წიგნში ავტორი. დოკუმენტური ნაშრომის სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, გიგა ლიპარტელიანმა საკუთარი სახსრებით გამოსცა. ლიპარტელიანი ყველა იმ საეჭვო კავშირზე წერს, რომელიც ივანიშვილს ვლადიმერ პუტინიდან დაწყებული გენერალ ლებედით დამთავრებული ჰქონია. ავტორი ასევე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა რუსული კაპიტალი კრიმინალების დახმარებით დააგროვა. შემდეგ კი FSB-ს მაღალჩინოსნების მეშვეობით ისინი გზიდან ჩამოიშორა. დღის ამბების შეკითხვებს სკანდალური გამოცემის ავტორი გიგა ლიპარტელიანი ახლა თავად უპასუხებს. მოგესალმებით, ბატონ გიგა. გამარჯობათ. ბატონ გიგა, მე თან მაქვს წიგნი, რომელიც ასეა დასათაურებული თქვენს მიერ. სიმართლე, რომელიც ქართულმა ხალხმა უნდა იცოდეს. რა არის ეს სიმართლე, რომელიც უნდა იცოდეს აუცილებლად ქართულმა ხალხმა და რატომ გაქვთ თქვენ გარანტია, თქვათ რითი ადასტურებთ, რომ ის რაც ამ წიგნშია მოთხრობილი არის ნამდვილად სიმართლე? არა, მე ვადასტურებ ყოველ აბზაცში, ყოველ წინადადებაში, რომ ეს არის აბსოლუტური სიმართლე და მინდა აქვე ხაზგასმით აღნიშნო, რომ ეს წიგნი არ არის განკუთვნილი და არ გამოხატავს არანაირი პოლიტიკური პარტიის თუ დაჯგუფების ინტერესებს ან პოლიტიკურ შეხედულებებს. დააკვირდით სათაურს სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს. ეს არის ხალხისთვის დაწერილი წიგნი, ქართველი ხალხისთვის. იმ ხალხისთვის, იმ მოტყუებული ხალხისთვის, რომელიც დღეს ქართული ოცნების მაისურში დარბიან და არ იციან ვის გვერდით არიან. და რომ წაიკითხავენ ამ წიგნს, მერე გაიგებენ ვის გვერდითაც არიან. მოდით არა გაიგებენ იმას, რომ ამ კაცმა მისი 25 წელიწადი 1990 წლიდან დღემდე 22 წელიწადია, ხო, გასული. რა გააკეთა მან რასისტი კრედიტის ბანკის დაარსებიდან დღემდე. ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური ბანდიტური კავშირები რუსულ კრიმინალთან და რუსულ ბანდიტურ დაჯგუფებებთან იყოფა ორ ეტაპად. ამ წიგნში ეს ხაზგასმით არის გამოკვეთილი. პირველი არის 1990 წელი 94-მდე ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობამდე. 1994 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ითვლებოდა ბანკი რასისტი კრედიტის პრეზიდენტად. ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობიდან სამ თვეში, შეიძლება ცოტა ნაკლებში ან ცოტა მეტ დროში, ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად დატოვა ბანკი რასისტი კრედიტის პრეზიდენტობის პოსტი და გაუჩინარდა. მე ამის შესახებ წიგნში დაწერამდე არაერთხელ მithქვამ სხვა საგაზეთო ინტერვიუებშიდაც. და ბიძინა ივანიშვილისთვის არაერთხელ მიმართავს, რომ თუ შერჩენია მას ოდნავ ნამუსი და სირცხული, თქვას ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობიდან რამდენიმე თვეში რატომ გაიქცა მოსკოვიდან და რატომ თქვა უარი ბანკის პრეზიდენტობაზე. აი ამ კითხვას მე გავეცი პასუხი ამ წიგნში, იმიტომ რომ ის არის პირდაპირ კავშირში მარტო ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობასთან კი არა, ძმები კვანტრიშვილების მკვლელობასთან, იმიტომ რომ 1994 წლამდე 8 თვემდე გარდაიცმოკლავენ ამირან კვანტრიშვილს, ოთარ კვანტრიშვილის ძმას. შემდეგ ოთარი მიაყოლეს ზედ და რამდენიმე თვეში ბიძინამაც დატოვა ბანკი. ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობას პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის საბანკო ბიზნეს მოღვაწეობა. მან დიახ. ლოგიკური მსჯელობის შედეგია თუ გაქვთ რაიმე დოკუმენტური და ფაქტობრივი მასალა ამის დასადასტურებლად? მე მაშინ უნდა წავიკითხო ამ წიგნიდან ციტატები, მე მაშინ უნდა მოგიყვეთ ამ წიგნზე თუ გაქვს ეს საიტორო ფორმატი ძალიან კარგია, უბრალოდ ამჯერად არაა, ორი სიტყვით გეტყვით, რამდენიმე სიტყვით გეტყვით. ბიძინა ივანიშვილი, თქვენ კარგად თქვით, არის წარმონაქმნი იმ ბანდიტურ შუააზიური ოლიგარქიული კლანის, ანუ დამზადებულია, ეს არის რუსეთის პროდუქტი, რუსეთის პროექტი არა, პროდუქტი, რომ ითქვიან საბჭოთა კავშირის რეცეპტით. მე ვთქვი დღეს პრესკონფერენციაზე, პრაიმ ტაიმში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამ წიგნშიც ბევრჯერ მიწერია. რუსეთის ოლიგარქიული კლანები არის ლიბერალურიც, არის დემოკრატიულიც, არის სხვადასხვა კლანები, არიან რომა აბრამოვიჩი, პატანინი, არის ხადარკოვსკი, რომელიც ითვლება პუტინის პოლიტიკურ პატიმრად, არის ჩუბაისი და ასე შემდეგ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არც ერთ ამ ფორმატში არასოდეს არ თავსდებოდა. ის იყო ყოველთვის ვინმე ვასილი ანისიმოვის და ვინმე ალიშერ უსმანოვის გვერდით. ვინ არიან ახლა ვასილი ანისიმოვი და ალიშერ უსმანოვი? ესენი არიან შუააზიური ბანდიტური ოლიგარქიული კლანის დამფუძნებლები რუსეთში, რომელიც დააფუძნა პუტინის პრეზიდენტობამ, პუტინის მმართველობამ. ბატონ გიგა, ძალიან დიდი ბოდიში ჩაგეჭრებით. ამ დეტალებზე საუბარი საკმაოდ შორს წაგვიყვანს და ალბათ იმის მტკიცება ძნელი იქნება ჩემი მხრიდან, თქვა შეგედაოთ ეს სიმართლეა თუ არა. ამას ალბათ წიგნის წაკითხვის შემდეგ თავად მკითხველი განსაზღვრავს. მე მინდა სხვა რამე გკითხოთ. პირველ გვერდზე გამოტანილია ბიძინა ივანიშვილის საკმაოდ უცნაური ფოტო, იმიტომ რომ თუ აქამდე არ არსებობდა ივანიშვილის ფოტოები, თქვა ინტერნეტ სივრცეში, ახლა საკმაოდ ბევრი ფოტო გვაქვს. შეგნებულად შეარჩიეთ, თქვა ასეთი ფოტო. და ჩვენ გვინდოდა, როდესაც ვაკეთებდით წიგნის გარეხდას, ჩვენ გვინდოდა აგვეღო, რომ იტყვიან ახლო კრუპნი პლანი, აი ესე იტყვიან, ხო, ახლო კადრი.
რუსული გავლენა თქვენს გაქვთ აშკარად. არა, გავლენა ესეთი გამონათქვამები საგამომცემლო სისტემაში რაც და ფოტოგრაფებს აქვს. რომ აიღეს ეს ახლო კადრი და რომ გადიდდა სამწუხაროდ თუ რა ვიცი ახლა ესეთი ფოტო გამოვიდა. სხვა შორის იქ მეც გამეკვირდა რომ ამ მილიარდების პატრონს ესეთი კბილები როგორ უჩანდეს მეთქი, მაგრამ მაშინ ალბათ ვერ არ იყო გადაწყვეტილი რომ ბიძინა ივანიშვილს გაეკეთებინა კბილებიც კი ალბათ არ დართო მაშინ მას ნება ვასილ ანისიმოვისა და ალიშერ უსმანოვის ბანდიტურმა კლანმა ყველაფერი ხო ნებართვით ხდება. ბიძინა ივანიშვილი მე ხშირად მithქვამს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს კი არა საკუთარ კბილსაც ვერ ჩაისვამს თუ არ იქნა შეთანხმებული ბანდიტურ კლანების ბოსებთან ანუ ნათლიმამებთან როგორც ისეა. ადამიანები რას ელოდებით ამ წიგნის შედეგად? გარდა იმისა რომ თქვა ქართულ ხალხს გინდათ უთხრათ სიმართლე არჩევნებამდე 2 თვით ადრე. თავად ბიძინა ივანიშვილისგან თხოვდებით რამე რეაქციას? მე ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ მივმართ ისეთ გაზეთებიდან სადაც ის თვითონაც იბეჭდება, ეს არის გაზეთი ქრონიკა, თვითონ ბეჭდავს ინტერვიუებს ექვს გვერდზე. 30 აპრილს იყო ბოლო ინტერვიუ ჩემთან ამ გაზეთში, კვირის ქრონიკაში, სადაც მე ვთქვი ოთარ კვადრიშვილის ყველობასთან რომის კავშირშია, სადაც მე მას მივმართე ამ გაზეთიდან, რომ თუ გაქვს ნამუსი და სინისი შერჩენილი, მიპასუხე მეთქი და კიდევ უფრო დააწვრილებით, აი თუ არ ახარ კავშირში მეთქი. ამის შემდეგ პასუხი ის იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის 6 გვერდიანი ინტერვიუ გამოქვეყნდა კვირის ქრონიკაში, სადაც ბიძინა ივანიშვილს არც კი ეკითხება კვირის ქრონიკის კორესპონდენტი, რომ ჩვენს გაზეთში შენს მიმართ ასეთი მძიმე ბრალდებები იყო წაღენებულიო, მაგრამ ბიძინას ალბათ არ შეეკითხენ ეს იმის გამო რომ შუშის სასახლეში რომ ეწვევიან იქ ყველაფერი ხდება ისე როგორც ბიძინას უნდა. ბატონ გიგა თქვენ როგორც ხვდები არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის გინდათ სიმართლე გეთქვათ, იმიტომ რომ აღნიშნული გამოცემა უკვე თქვათ დაურიგეთ საელჩოებსაც, ხომ? ამით რა ნაბიჯი გადადგეთ? არაფერი, მე ამით გადავდგეს ნაბიჯი, წიგნი აქვს ამერიკის ერთ საქართველოში, წიგნი აქვს ინგლისის ერთ საქართველოში, წიგნი აქვს საფრანგეთის ერთ საქართველოში და წიგნი აქვს იტალიის ერთ საქართველოში, ქალბატონ ფედერიკა ფავის იმ გახმაურებულ სკანდალთან, რომელიციც უკავშირდება კახაკალაძის ნარკოტროფიკში კავშირებს იტალიელ ნარკოტროფიკის თუ შეიძლება ასე ვთქვას ბოსთან და ლიდერთან ვინმე ალტიკთან და იტალიის ელჩებთან ეს ამით მე იმის ნაბიჯი გადავდგი რომ იმ ასეთი დიდი სახელმწიფოების ელჩებმა საქართველოში უნდა იცოდნენ რომ არის საქართველოში ის ჟურნალისტი, ის პოლიტოლოგი, ის პუბლიცისტი ჩემი სახით მე ვარ რუსეთიდან გამოძევებული ჟურნალისტი იმის გამო რომ მე რუსებს უთხარი ერთ სატელევიზიო გადაცემაში რომ მათ არ აქვს არანაირი გიმნი. მათი ჰიმნი არის ბანდიტური პეტერბურგის სიმღერა და იმღერეთ მეთქი და ამის მერე მოხდა ჩემი გამოძევება. და მე კარგად ვიცი მე ეს რასაც ამ სატელევიზიო ეთერში ვამბობ თქვენთან ქართულად, რასაც ქართულ გაზეთებში ვამბობ, ის ყველაფერი ნათქვამი მაქვს რუსულ გაზეთებშიც და ამიტომ ვარ მე რუსეთიდან გამოძევებული ჟურნალისტი და პოლიტოლოგი. და მე ახლოს ვიცნობ იმ რუსულ ამ ოლიგარქიულ ბანდიტურ კლანებს და მე მინდა ქართულ ხალხს გავაგებინო და უთხრა რომ ბიძინა ივანიშვილი არასოდეს არ თავსდებოდა არანაირ პროფესიონალურ ბიზნესის რაღაც მიმდინარეობებში, რომელიც არის რუსეთში, ან დემოკრატიულ, ან ლიბერალურში ლებედის მას ერთადერთი არჩევნები ვისაც დააფინანსებინეს ეს იყო ყველაზე რეაქციული გენერალი, რეაქციონელი კაცი, ვინმე ლებედი, რომელიც მერე სხვა ცნობილი ამბავია. ბატონ გიგა, ბოლო შეკითხვას დაგისვენებთ ჩვენი საერთო დრო ახლა საინფორმაციო გამოსვლაზე შეზღუდულია. ეს წიგნი რისთვის არის გათვლილი ბატონ გიგა? მაგაზე მინდა გითხრათ. გაყიდვადია თუ უბრალოდ თქვენ გინდათ გაავრცელოთ საკუთარი სიმართლე რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს. ეს წიგნი გათვლილი რაზეც არის თვითონ სათაური ამბობს. ეს პირველი. მეორე, რა თქმა უნდა, წიგნი უნდა გაიყიდოს მე ვარ ამ წიგნის დამწერიც, გამომცემელის და დამფინანსებელიც და თუ იმეს შეაწუხებს რაღაც ეჭვები და თუ იმე გაავრცელებს თავის ეჭვებს და თავის ჭორიკნობას სხვადასხვა მასმედიაში დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით ხო? გაავრცელებენ ისინი მე იზოლებული გავხდები უნებრივია სასამართლოს წინაშე წარსდგენ ეს ჭორების გამავრცელებლები და რა თქმა უნდა მაგას ისინი ვერასოდეს ვერ დაამტკიცებენ და ალბათ დაჯერიმდებიან და მე მართლა კარგი წიგნებს გამოვცემთ კიდე და ეს გათვლილი არის რაზე? გათვლილი არის რა თქმა უნდა გაყიდვაზე, ეს გათვლილი არის იმაზე რომ რა თქმა უნდა მე ამ ეს წიგნი გამოცა ჟურნალისტური გამოძიების საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო რეპუტაციამ. სატიტულო გვერდზე ალბათ ნახეთ რომ ეს არის გამოცემული. ამ ჟურნალისტური გამოძიების სააგენტოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გახლავართ მე.
და ჩვენ ახლა ვიდგამთ რომ იტყვიან წელს გვაქვს სამერმისოდ კიდე გამოსაცემად გამზადებული 2 წიგნი. ალბათ ბიძინა ივანიშვილს არ ეძღვნება ხო ყველა წიგნი? არა, ეძღვნება გიორგი სანაევის პირობაზე მინდა გავაკეთო წიგნი. დეტალებში ნუ წავალ ბატონ გიგა. კახა თარგამაძის უკავშირდება, კახა თარგამაძის სხვა შორის ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება და ასე რომ რაღაც ყველა გზა ყველა გზა ბანდიტურ რუსეთთან მიდის, რომლის წარმონაქმნი არის ბიძინა ივანიშვილი. ძალიან დიდი მადლობა გიგა ლიპარტელიანი, ახალი გამოცემის სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ავტორი პასუხობდა დღის ამბების შეკითხვებს. დიდი მადლობა თქვენს.